ინდოეთში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა სახალხო პალატის თავმჯდომარის ომ ბირლას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და განათლებაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასაც და მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით თანამშრომლობის საჭიროებას. უფრო მეც თემაზე თეონა მანაგაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. თეონა, გისმენთ. საქართველოს ოკუპაცია, ინვესტიციები, შუადერეფანი, ვაჭრობა, უსაფრთხოება და ტურიზმი. ეს ის საკითხები იყო, რომლის თაობაზეც ორი ქვეყნის ორმო სპიკერმა ისაუბრა. შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრით კმაყოფილია. ქართველი სპიკერი ამბობს, რომ მის კოლეგასთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა და თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. ქართული მხარე ამ შეხვედრების შემდეგ ხაზს უსვავს იმას, რომ ყოველდღე მსოფლიოში იზრდება ინდოეთის როგორც პოლიტიკური ზონა, ასევე ეკონომიკა, შესაბამისად მათ მართებულად და სწორად მიაჩნიათ ის, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. მიზანი მათ შორის ამ ვიზიტის არის, რომ მისცეს იმპულსი ჩვენ მომხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს და მე იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც მალე გვეწევა საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა არის და არის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი შუადერეფნის გამოყენების კუთხით. ეს პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს შუადერეფანი, არის ძალიან დიდი და ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის ამ მხრივ თანამშრომლობაზე, კერძოდ კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და შეხვედრებზე. მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები საქართველოში, რათა საგარეო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებთან ერთად გაიმართოს ერთობლივი ეცდომები, ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც არსებობს და უნდა წაახალისოს მათ შორის შუადერეფნის გამოყენება და ასევე ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე პარლამენტებს შორის. ინდოეთში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დღეს პირველი დღე არის, საკმაოდ დატვირთული იყო ეს დღე. ძირითადად შეხვედრები გაიმართა საკანონმდებლო ორგანოში და ამ ფორმატში დისკუსიის მთავარი თემა იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობა და ის თუ როგორ ხედავენ ისივი დარგობრივად ურთიერთობის გაგრძელებას. უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, ინდოეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ეს ისტორიის მანძილზე 30 წლის მანძილზე, მაშინ როდესაც ორ ქვეყანას აქვს ერთმანეთთან ურთიერთობები, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი. შესაბამისად, ქართული მხარე საუბრობს იმაზე, რომ მათი მიზანი არის ამ ვიზიტისთვის საქართველოსთვის მეტი სარგებელი წაიღოს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ინდოეთიდან თეონა მანაგაძე საუბრობდა.